8 წლეულის განმავლობაში საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით სოფლად 1,490,900 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც 2014 წლის აღწერით ეს მაჩვენებელი 1,591,181 შეადგენდა. მცირდება როგორც მოსახლეობა, ასევე იზრდება მიტოვებული დასახლებული პუნქტების რაოდენობაც. 2002 წელს საქართველოში სულ 3668 სოფელი იყო, აქედან 162, ანუ 4,4% სრულიად გაუკაცრიელებული. 2014 წლის აღწერის შედეგებით სოფლების რაოდენობა 3633-მდე შემცირდა, ხოლო მათგან უკვე 223-ში აღარავინ ცხოვრობდა, რაც 6,1%-ია. მიგრაციის ტენდენციაზე საუბრობენ იმერეთის რეგიონის ადგილობრივი მცხოვრებლებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ სოფლების დაცლა საგრძნობია, რაც მათივე შეფასებით ძირითადად სამუშაო ადგილების ნაკლებობით, ინფრასტრუქტურული პრობლემებითა და განათლების ხელმისაწვდომობით არის გამოწვეული. მეორე ნაწილი საპირისპირო პროცესებზე მიუთითებს და ამბობს, რომ სოფლებში გარკვეული დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება. მათი თქმით, პანდემიის შემდეგ მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც ქალაქიდან სოფელში გადასვლა არჩიეს. განსაზღვრულ ლოკაციებზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაიგო გზები, რემონტდება სკოლები და საბავშვო ბაღები. მოსახლეობის ნაწილმა სოფლის მეურნეობასა და ადგილობრივ ბიზნესში ჩართვა დაიწყო. ცხოვრობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში. ბორი ზოგადად არ არის დიდი სოფელი. გარკვეულწილად ბევრიც წასულია, მაგრამ საკუთარ სახლკარს მაინც არავინ არ ტოვებს, ზაფხულობით ივსება ხოლმე სოფელი. ახალგაზრდებიც არიან, განსაკუთრებით ბავშვები. სკოლაში მუშაობდა, როცა სკოლის ტრანსპორტი მოდის და არის სავსე, რა ვიცი, ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ მინდა რომ ყველა ოჯახში იყოს სიცოცხლე, ყველა ოჯახში იყოს ბავშვები. რა გითხრათ? ცუდი სოფელი არ გვაქვს, კარგი სოფელია და მაცხოვრებლებსაც უყვართ. ანუ სკოლის მოსწავლეები არიან, ხო? ბევრი არიან. ჩვენს სოფელში, ყველა ოჯახში, ვინც აი ადგილზე ცხოვრობს, 2-3 ბავშვი თითქმის ყველა ოჯახში. კლებულობს. რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს? ან რამდენად? მეიხიბლა ხალხი მეტი საშუალებაზე წასვლით, ახალგაზრდები და ჩვენ ახლა ჩემი ასაკის ხალხი საწავართ და გევართ მაშინ სოფლად. ახალგაზრდები წევიდნენ. სკოლას ინარჩუნებენ ბავშვებს ისეთ, რომ არ დაიხუროს. საახლოებით ალბათ 15 გიცარა. სოფელი დიდი 120 კონია. რა ვიცი, ზოგი მიდის, ზოგი მოდის და რა ვიცი, ცხოვრების წეულად. თქვენ სოფელში რამდენი მოსახლეა დაახლოებით? საკმაოდ ბევრი, 35. ახლაც არიან? შემოგანში აღარავინ აღარ არის. ვიყავით 15 ოჯახი უბანი რასაც ვე, მაგრამ ეხლა სულ 3 ოჯახი ვართ, რასაც არავინ აღარ არის. ზოგი ქალაქად ცხოვრობს. ემიგრაცია. კი, მართალია, გადიან ხალხი. ასე რა ვთქვათ, ზოგი გადის, ზოგი მოდის, რა ვიცი, აბა. მაგალითად არ ვარ გასვლის მომხრე. აი რა შეიძლება იყოს მიზეზი სოფლების დაცლის, თქვენი აზრით, თქვენი შეხედულებით? ყველაფერის სიძვირე, ყველაფრის, ხო და რა ვიცი, აი შემოსავალი რა, ასე რა ვთქვათ. იმიტომ რომ იმ გასვლით ნახეს უფრო სარგებელი. პანდემიის მერე უფრო დაბრუნდა ხალხი. ამ პანდემიამ განაპირობა, რომ ბევრი დაბრუნდა და რაღაცა საკეთებს სოფელში. ფერმებს რაღაცებს აკეთებენ, ამუშავებენ და ისე ზოგადად ყველა სოფელი დაცლილია, მაგრამ პანდემიამ რაღაცა გავლენა მოახდინა, რომ დაბრუნდნენ და რაღაცა სოფლის მეურნეობას მიყვეს ხელი და უფრო მეტია. ზაფხულობით მაინც ჩამოდია. თქვენ სოფელში არის ესე იგი პირობები, რომ კი, ახლოს სოფელია, 9 წყარო, ახლოს არის ქალაქთან, წყალი არის, დენი არის, გაზი არის და ასე რომ ვთქვათ, კი, ახლოს ტრანსპორტის დადის და უფრო არის მოსახლეობა. ვინც ქალაქში ცხოვრობდა, ისიც წამოვიდა სოფელში და იქიდან დადის. ბავშვებიც გადაიყვანეს სხვათა შორის სოფლის სკოლაში, იმიტომ რომ სკოლა გარემონტდა, ახალი შესკოლა გაკეთდა და ეს ყველაფერი კარგ გავლენას აძლევს. მიდის, მოდის, ზოგი საზღვარგარეთ მიდის, ზოგი თბილისში მიდის. იცება. რატო შეიძლება ხდება? სამუშაოები არ არის და მიდის ახალგაზრდობა საზღვარგარეთ.
სოფლის მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესები რეგიონში განსხვავებულია და მონაცემების სრული სურათი 2024 წლის აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ტელეკომპანია არგოს მაყურებელი დღეს პოლიტიკურ გადაცემა თავისუფალ სექტორში კიდევ ერთ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს მოусმენს. ამჯერად მათ ზესტაფონში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის კახა კვერეხაძის შეხედულებების გაცნობა შეეძლებათ. გადაცემის წამყვანი მარიამ კარტოზია შეეცდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მისი პარტიის პოლიტიკური პოზიციის შესახებ. თავისუფალ სექტორში, რომელიც ყოველ ხუთშაბათს საღამოს 8 საათზე გადის არგოს ეთერში, არაერთი საკითხის შესახებ იქნება საუბარი. როდესაც არსებობს პოლიტიკური პარტია და იმის წარმომადგენელი ხარ რეგიონში იქნება, სადაც იქნება, უნდა დაისვა შენი პარტიის ინტერესები. და არ აქვს მაგას მნიშვნელობა, არც საარჩევნო კამპანია იქნება თუ ჩვეულებრივი მოვლენები იქნება, ყოველთვის უნდა დაიკავო მოსახლეობის ხარ და რა ჭირო არამია საწუხებს შენს ადგილობრივ მოსახლეობას, აი ეს უნდა გააკეთო, მაგრამ ამას სამწუხაროდ ჩვენი ვაი პოლიტიკოსები არ აკეთებენ. გაურბიან ტელევიზიასთან კამერის წინ კამერის ობიექტთან რო ისაუბრონ ამას გაურბიან თუ ხარ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და თუ გინდა რომ დაიცვა ხალხის ინტერესები მარტო ის კი არ არის თქვა სკამზე დაჯდე და შენი საქმე აკეთო იქ და შენი პირადი კეთილდღეობა მოიწყო უნდა დავიცვათ ზესტაფონელი ხალხის ინტერესები არ როცა არის ხოლმე დებატები დებატებზე არ მოდიან არ კადრულობენ აი აქ მოსვლას კიდევ მე ძალიან გულინწყდება რომ წეღანაც აღვნიშნე რომ 1000 პრობლემები არის ზესტაფონში მე თუ უყურებ აი ამ პრობლემებს თუ გინდა ორმოული სამუშაოები ძალიან ცუდად ტარდება წეღანაც აღვნიშნე კიდე ჰაბი როცა გააკეთეს აი მის წინ გაჭრეს ცენტრალური ქუჩა არის ყოველდღე ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატები აი შედიან ხომ უნდა დაინახონ აღმაშენების დროს დაბზარული არის ასვალ ხომ შეიძლება 100 კილოგრამი ბიტუმი ეყოფა იმას რომ გაკეთდეს და აღარ გაფუჭდეს ელემენტარულ რაღაც ხო შეიძლება დაინახონ რომ ოდესაც ხარ ქალაქის თავი ხარ თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხარ უნდა დაიცვა ინტერესები იმიტომ გაქვს შენ აი სტატუსი მონიჭებული იმიტომ გაქვს სტატუსი მონიჭებული თქვენი პოლიტიკური პარტიიდან და ხალხიდან არჩეული ხარ თუ რომელი არის არჩეული ჯერ ეს მითხარით კორუფციით არიან მოსული მანდ რომ უნდა გააკეთო შენი მუნიციპალიტეტის ინტერესები უნდა დაიცვა და ხალხის ინტერესები და ამიტომ მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას რომლებსაც უნდა თქვათ საქართველოს კეთილდღეობა თავიანთ მოსახლეობასთან იმუშაონ თავიანთ ამომრჩევლებთან რომ არ მივიდნენ არჩევნებზე გამოუცხადოთ ბოიკოტი არჩევნებს და ქართული ოცნება გაუშვათ პოლიტიკურ მოუსწავლეთში აქციებში მონაწილეობას ჩვენი ლიდერიც შალვა ნათელაშვილი თითქმის ყოველ დღე იქ არის და ჩვენი წევრები რეგიონებიდანაც ჩავდივარ და ადგილზე კიდევ ვინც არის ჩვენი ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა. კერძო მიმწოდებლებისგან სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდა დაახლოებით 1800 ბენეფიციარი. რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გამოცხადდა კონკურსი ექიმებისა და ექთნებისათვის დამატებით სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. მინისტრის თქმით, რეფორმა იმ წავე პრობლემის დასამარცხებლად, რასაც ნარკომანია ქვია, აუცილებლად გაგრძელდება. დასრულდა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი და შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ დასრულდა ეს რეფორმის ეს ეტაპი წარმატებულად. უპირველესად მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში კერძო მიმწოდებლების მომხმარებელთაგან სახელმწიფოს მომართა დამატებით 400-მდე ბენეფიციარმა და ისინი ჩაერთნენ პროგრამაში. ამგვარად საერთო რიცხვი არის დაახლოებით 1800. რეფორმის პროცესმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და ის უკვე წარმატებულია. რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმდენი და იმ მასშტაბის მანკიერება, რომელიც ადასტურებს, რომ ცვლილებები იყო უდაოდ აუცილებელი და უდაოდ დროული. მინდა მოკლედ მოვახსენო საზოგადოებას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ,
რაც გვაძლევს ამგვარად რეფორმების მიმდინარეობის შეფასების სრულფასოვან საფუძველს. თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდა კერძო დაწესებულებაში. და სასყიდლის ფასი მოგეხსენებათ, რომ მცირე არ იყო 8-ვე ორგანიზაციის, რომელიც ამ სერვისის მეწოდებით იყო დაკავებული ჯამური წლიური შემოსავალი, გახდათ 30 მილიონ ლარზე მეტი. აი რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლის მომხმარებელი და ბენეფიციარი, ახლა როდესაც უფასოდ შეთავაზებული იქნა ნარკოტიკი, ამ შემთხვევაში მან მოითხოვა 3-ჯერ შემცირებული დოზის მიღება. რა მიზეზით შეიძლება რომ იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე 3-ჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მარტივად დასკვნების გამოტანა და ვერსიების ქონა. ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც გადმოინაცვლა სახელმწიფო სექტორში და რომელზეც ინფორმაციას ვფლობთ. ვინც არ გადმოერთო, მათ შორის ვითარებას ბუნებრივია ჩვენ არ ვიცნობთ. რამდენიმე კერძო მიმწოდებლის შემთხვევაში გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია მთლიანად კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ აი საერთო ზოგად საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. თუ საერთო მაჩვენებელი იყო 11.5 მილიგრამი, ეს კერძოების შემთხვევაში მაქვს საუბარი, თორე სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რიცხვი, ეს საშუალო მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია და 7.8 მილიგრამს შეადგენს რამდენიმე მიმწოდeblis შემთხვევაში. ესე იგი 20 მიმწოდებელი პუნქტიდან 4-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 15 მილიგრამს. ესე იგი 11.5 ზოგადი საშუალო მაჩვენებელი 4-ის შემთხვევაში ეს იყო 15 და ზემოთ. ზოგიერთ შემთხვევაში 19.